ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვისთვის დაკავებული გიორგი ახობაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულო ცნო და პატიმრობიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალად ედებოდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვა. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხარდაჭერისთვის, გაშუქებისთვის, ყველაფერთვის რაც გააკეთეთ, კამერებით, ნაწერებით, ფოტოებით, ვიდეოებით, სოციალური ქსელებით, ყველაფერს. თითო სიტყვისთვის, თითო ნაბიჯისთვის, რომელსაც ხარი დამიჭირა, ყველას მინდა მადლობა გადაუხადო. მე თავზე ვბრაზდებოდი, რომ ესეთი ბრიყული ოპტიმიზმი როგორ გართქო, მაგრამ რაღაცა მიზეზები იყო, რომლის გამოც რაღაცა პატარა სიგნალი იყო მაგის, მაგრამ არ მეგონა მართალი რო გითხრათ. სინდისის პატიმრებს ვეჭვი იმას, რომ ბოლომდე იბრძოლონ იქ, სადაც იბრძვიან, იმედით იყვნენ, იმიტომ რომ როგორც მეც რო იქ ვიყავი, არავინ არ გაჩერებულა, რა თქმა უნდა, არც მე არ გავჩერდები და ძალიან მალე შეუძლებელია რომ ეს ქვეყანა გარუსეთდეს და რუსების ხელში დარჩეს. ერთადერთი მისაღები გადაწყვეტილება იყო დღეს. ერთადერთი ალტერნატივა ჰქონდა მოსამართლეს. მიიღო გამომართლებელი განაჩენი, გამოეტანა გამომართლებელი განაჩენი და ვფიქრობ მოსამართლემ ვერ შეძლო ამ პირობებში რომ მიიღო ის არაკანონიერი გადაწყვეტილება სამწუხაროდ, რასაც ველოდით. შესაბამისად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. გიორგი არის მართალი, გიორგი არის უდანაშაულო და გიორგი ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება არ ქონია. ამით უკვე წერტილი დაესვა ყველაფერს და ფარდა ეხადა საგამოძიებო ორგანოს აბსურდს. იმ აბსურდს, რასაც გვთავაზობდნენ თვეების განმავლობაში. გიორგი არის უდანაშაულო. გიორგი ახობაძე თავისუფალია, სხვა პოლიტპატიმრები იქნებიან თავისუფლები და ეს რეჟიმი აუცილებლად დამთავრდება. შეუძლებელია ამ შემოდგომის იქეთ ქართული ოცნება დარჩეს ხელისუფლებაში. ზიამა გლობელს 2 წლით პატიმრობა შეეფარდა. სასჯელი სათვალა დაკავების დღიდან 12 იანვრიდან იწყება. ასეთია მოსამართლის გადაწყვეტილება. ზიამა გლობელს 353 პრიმა მუხლი ჰქონდა, წარდგენილი ბრალი და გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, თუმცა ის მოსამართლემ გადააკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო 353 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. მოსამართლე ნინო სახელაშვილის თქმით, მზია ამაღლობელს შეუძლია პრეზიდენტ შეწყალების თაობაზე მიმართოს. ეს არის საკუთარი თავის და სახის გადარჩენის მცდელობა და სამართალთან ამას საერთო არაფერი არ აქვს. სინამდვილეში ეს არის არა განაჩენი, მე მინდა სწორად რაიბოს საზოგადოებამ, არამედ დასჯის დემონსტრატიული აქტი. მზიამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, იმიტომ რომ მას რაც ჩაიდინა ეს დანაშაული არ არის დანაშაული, ის კვალიფიკაცია არის არასწორი და უნდა გათავისუფლდეს. მაინც ვერ გაბედა სახელაშვილმა მზიამაღლობელის გამოშვება საპატიმრო დაწესებულებიდან დღეს და ახლა და აქ ამ დარბაზიდან ვერ გაბედა ეს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ შემდეგი აპელაციის ეტაპზე მზიას დანაშაულობა სრულად ამ ქართულ სასამართლოებში დადასტურდება. ნამდვილად იქნებოდა ადეკვატური სხვა სასჯელის გამოყენება, სამწუხაროდ ეს სასამართლომ არ გააკეთა. როგორც ჩანს, ქართული ოცნების განზრახვა, რომ მზიამაღლობელი უნდა დაისაჯოს და ეს სასჯელი უნდა მატერიალიზებული იყოს, ის უნდა ციხეში იჯდეს, ეს განზრახვა შეასრულეს, თუმცა სასჯელის შემცირებით, უფრო დაბალი კვალიფიკაციის მიცემით, მათ თითქოს გარკვეულ კომპრომისებზე წასვლას აჩვენეს, თუმცა რა თქმა უნდა სასჯელის უსამართლობა ისევ ძალიან მძიმე ფაქტორად რჩება. როცა საზოგადოებამ ყველაფერი თქვა თავისი სათქმელი, ეს ნიშნავს, რომ ამ რეჟიმს აღარ აქვს არანაირი გამბედაობა. არც იმისი, რომ თავისი ბოლომდე გაიტანოს, არც იმისი, რომ ნამდვილად დაიხიოს უკან. თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებული განკარგულება პრეზიდენტმა ოფიციალურად გამოსცა. ცესკოს არჩევნებში მონაწილეობისთვის ამ დროისთვის 5 პარტიამ მიმართა ქართულმა ოცნებამ, ლელომ, გახარია საქართველოსთვის, კონსერვატორების საქართველოსთვის და მამული ენა სარწმუნოებამ. და სულ მალე ვიქნებით მზად იმისთვის, რომ საზოგადოებას წარუდგინოთ ჩვენი კანდიდატი თბილისის მერობის, ის როგორც მთელ რიგ წერტილებში კანდიდატები და მაჟორიტარების კანდიდატები. საქართველოს
ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი, რომელიც გამოყენებული არის ამ შემთხვევაში დროებით ინსტრუმენტად, რომ მოახდინოს კონსტიტუციის გადმოტანა და კონსტიტუციის აღსრულება და იმ მუხლების აღსრულება, რომელიც არის ჩვენს უმაღლეს დოკუმენტში. შესაბამისად, დანიშნულია 4 ოქტომბრის არჩევნები, რომელიც გახლავთ გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ხალხის ხელში. მშვიდობიანი ფორმით განხორციელდეს პოლიტიკური ცვლილება. ყველა იმ რეგიონში, სადაც მაღალი რეიტინგი გვაქვს ჩამოყალიბდით კანდიდატებზე, ამა თუ იმ ფორმით, ცალკეულ რეგიონებში უშუალოდ საარჩევნო კამპანიას გეგმავთ. ერთ-ერთი რაც საბოლოო გადაწყვეტილი ვექნება რაც მაინც თბილისის და რამდენიმე რეგიონის არის, რომელიც უბრალოდ პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია და დამატებით ყურადღებას ითხოვს. ეს მიზანია, რომ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ შედეგები წინა წელთან შედარებით. თუ ეს მიღწეული იქნება, ჩავთვლით, რომ წარმატებით ჩავატარეთ კამპანია და იქიდან გამომდინარე, რომ ეს მთელი ერთი წელი არის სრულიად არაადეკვატური პოლიტიკურ გარემოში ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა ვიყავით, რომელსაც ადეკვატურობას ინარჩუნებდა და პრინციპულობას ინარჩუნებდა და სულ აპარაკობდა თავის ამორჩეულთან, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამორჩეული სათანადო დააფასებს. 4 ოქტომბერს არ ტარდება არჩევნები, 4 ოქტომბერს ტარდება რუსული სპეცოპერაცია. რასაც ხედავთ ოპოზიციისგან არის, რომ ერთი ნაწილი პირდაპირ ბოიკოტის რეჟიმშია და სულ არ აინტერესებს არც მოსახლეობა და არც არავინ, ოღონდ საკუთარი თავი იყოს კარგად და მეორე ნაწილი აი ასეთ რაღაც ლიმბოშია მოქცეული, რომ თან აღიარებს, თან არ აღიარებს, თან უნდა რომ მიიღოს მონაწილეობა, თან კანონებს არღვევს სხვადასხვა წესით. მათი ნება ეს აჯაფსანდალი, ჩვენ მკაფიო პოზიციით, მკაფიო დაპირებებით, მკაფიო მიზნებით შევდივართ ამ წინასაარჩევნო პროცესში, შევედით ამ წინასაარჩევნო პროცესში და სწორედ ეს გვაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენ მუნიციპალურ არჩევნებზე დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. ტვერელის ტაძართან მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. გახარია საქართველოსთვის პარტიაში კი აცხადებენ, რომ კალაძე 2019 წელს მოსახლეობას დაპირდა, რომ ამ ტერიტორიაზე მაღალსართულიანი შენობები არ განთავსდებოდა. გიორგი შარაშიძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ შენობა აფუჭებს ძველი თბილისის ისტორიულ იერსახეს, ის საფრთხეს უქმნის მოსახლეობის უსაფრთხოებას. არის არა მხოლოდ თბილისის ისტორიული იერსახის დამახინჯებასთან დაკავშირებული პრობლემა, არამედ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემა, რადგან ეს არის მოგეხსენებათ მთაწმინდა ძველი ისტორიული უბანი, აქ ამ ტერიტორიის გარშემო არის ძალიან ბევრი ავარიული სახლი და აქ ამხელა მშენებლობის წარმოებამ ამ ავარიულ სახლებს სერიოზული პრობლემა შეუქმნა, მოსახლეობა ცხოვრობს გაუსაძლის პირობებში, შენობებს გაუჩნდა ბზარები. მესამე ვადით ბატონი კალაძის თბილისის მერად არჩევა ნიშნავს იმას, რომ თბილისის იერსახე, რომელიც მისი მერობის პერიოდში ისედაც არის დამახინჯებული, კიდევ უფრო დამახინჯდება. ანტიკორუფციული ბიურო მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგს იწყებს. ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მონიტორინგის მიზანია დაადგინდეს დეკლარაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. კანონმდებლობის მიხედვით თანამდებობის პირს ეკისრება კანონით დაადგენილი ვალდებულება დეკლარაციაში სრულად და სწორედ ასახოს პირისა და პირის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ქონება და ყველა ტიპის გარიგება. ეგრეთ წოდებულმა პრემიერმა კობახიძე მათ შორის გახვია გერმანიის ელჩი. გერმანიის ელჩი, რომელსაც წლების განმავლობაში უკვე აქტიურად ებრძვის ქართული ოცნება, რომელზეც სწორედ 2025 წლის 1 ივლისს გააკეთეს განცხადება, რომ ის უნდა გააძევონ, გერმანიის ელჩი უნდა გააძევონ ქვეყნიდან. ეს გამოგონილი სიგიჟე, სიშლეგე, რომელიც შეესაბამება ქართული ოცნების პოლიტიკურ პროპაგანდას და გაუგებარ სტრატეგიებს, წარმოადგენს სწორედ ამ ორ მიზანს, თავდასხმას გერმანიის ელჩზე და თავდასხმას იმ პროდასალურ კოალიციაზე, რომელიც იბრძვის დღეს აქტიურად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს თვითონ მხარის მიერ იყო აღიარებული შეცდომად, მათ ამისთვის თანხა გადაიხადეს. დანარჩენს შეფასებებში მე ვერ შევალ, იმიტომ რომ არ ვიცნობ საქმის ვითარებას და კონკრეტულ დეტალებს და თქვენი საუბრიდან გამომდინარე მე უბრალოდ ვერ შემექმნება ამაზე აზრი. რაც შეეხება იმ
იმას, რომ დღესდღეობით ოცნება ცდილობს პროპაგანდისტულად საკუთარი ოპონენტების დაზიანებას და მათ დისკრედიტირებას, ეს ფაქტი არის სახეზე. ნუ თაღლითი არის ყველგან თაღლითი, ახლა როდესაც გასამართლდები თაღლითობაზე და ძალიან კარგად საზოგადოება გაიგებს შენი ქმედებების შინაარს, უკვე ეს პასუხს ცემს ყველა იმ ტიტყვის ნიშანს, რომელიც არსებობს კონკრეტულად ხაზარაძესთან დაკავშირებით და მის ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით. ახლა აი ეს რაღაც მართლაც სასაცილო თავის მართლების ფრაზები, რომელიც სტატუსით იქნა დადებული მის მხრიდან, თითქოს აქ რაღაც დაბეურის წყაროსთან მიმართებით არის იყო პრობლემა და გაურკვევლობა, იმდენად თითიდან გამოწვეულია და იმდენად მართლა სამასხარაოდ ასაგდები თემაა, რომ არ ვიცი მე აი ეს რაღაცებს როგორ კადრულობენ. საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას ჰამბურგში განაგრძობს. ის მეათე მოთამაშე გახდა, რომელიც ახალ სეზონში ევროპის ტოპ 5 ლიგაში ითამაშებს.